ნამდვილად საქართველო ბოლო 2 წელია არის დეკლარირებულად ხისტი ავტოკრატიული სახელმწიფო და ამის ერთ-ერთი ილუსტრაცია ნამდვილად არის ხელბორგილებ დადებული ჟურნალისტი, დაწყებული მზია ამაღლობელით და დღეს უკვე რაღაცნაირი ახალი სუნთქვა გაეხსნა ვახოთი, ახალი სუნთქვა გაეხსნა რეჟიმს, რაც თალსახა არის, რომ ეს არის ზუსტად სასჯელი დაუმორჩილებლობისთვის და არანორმატიული ლექსიკა, რომელსაც იყენებენ კანონმორჩილი მოქალაქეები, ესეც არის დაუმორჩილებლობის ერთგვარი აქტი მოქალაქეთა ნაწილისგან და მათი ნაწილი არის ვახო, მე იქ ვიყავი დღეს დაკავების დროს, შემდეგ ვიყავი მცხეთის იზოლატორთანაც და 3 საათის წინ ვიყავი რუსთაველზე, სადაც ვახოს მხარდასაჭერათაც შეიკრიბნენ ადამიანები და იქ ვნახე მე ონისე ვესაუბრე და ონისე რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, მითხრა ასეთი ფრაზა. რეჟიმს ეშინია ყველაფრის, რაც მათ უწევს წინააღმდეგობას. მე მინდა რომ ძალიან მოკლედ ვთქვა მედიის როლზე, რომლითაც ძალიან ეშინია დღეს რეჟიმს. ყველას გვაქვს ჩვენი როლი, სამოქალაქო აქტივისტებით დაწყებული, რიგითი აი მოქალაქეებით დაწყებული, რომლებიც ყვებიან თავიანთ გასაჭირს. სამწუხაროდ ისინი უკვე ერიდებიან კამერის წინ საუბარს და აღარ გვესაუბრებიან ხოლმე კამერის წინ და ესეც არის ზუსტად აი ამ ავტორიტარიზმის ტერორის შედეგი სამწუხაროდ. მოქალაქეებმა უნდა ისაუბრონ, ვიკა მიკითხა წეღან რომ რას ეტყოდიო, მე პირველ რიგში მოქალაქეებს ვეტყოდი, სრულიად აპოლიტიკურებს, რომ თუ არიან ასეთები და სამწუხაროდ არიან ასეთები, რომ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე, იმიტომ პრობლემები ქვეყანაში არის ძალიან ბევრი და ადამიანებსა და რეჟიმს შორის ცოცხალ კედლად არის აღმართული კრიტიკული მედია. მედია, რომელიც აშუქებს მათ პრობლემებს. მე წარმოვადგენ იმ გადაცემას შაბათის ფორმულას, რომლის წინააღმდეგაც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული სიუჟეტის გამო. გოგა ხაინდრავა მიჩივლა და ორი საქმე არის, ერთი სამოქალაქო დავა და მეორე სისხლის სამართლის საქმე და რა დროს შეიძლება დაიჭირონ გადაცემის ავტორი ან იმ სიუჟეტის ავტორი, არავინ არ იცის რეჟიმი როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ტირანი ოლიგარქი, არავინ არ იცის, ხო და შეიძლება გასცეს ბრძანება. და მე წარმოვადგენ ასევე იმ გადაცემას, ასევე მინდა გამოვყო აი საგამოძიებო მედიის ის ორი სეგმენტი მელაძის შაბათი და ასევე შაბათის ფორმულა, რომლებიც მუშაობენ სხვა ჩვენს ძალიან გაბედულ და უშიშარ კოლეგებთან ერთად, რომლებიც მუშაობთ ადამიანის უფლებებზე. და ადამიანის უფლებებზე ვინც მუშაობთ, აბსოლუტურად ყველა ჟურნალისტი დაადასტურებს იმას, რომ თვიდან თვემდე იზრდება ნაწამები ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში. მით უმეტეს პოლიციის განყოფილებებში და ციხეებში. ჩვენ გამოვიძიეთ დაახლოებით 2 თვის წინ უმძიმესი кейსი, ძმების სოფრომაძეების кейსი, რომლებიც უმოწყალოდ აწამეს რამდენიმე წლის წინ და დღემდე არ არიან დასჯილები მწამებლები, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაადასტურდა. ერთ-ერთმა პატიმარმა ერთი ძმა ციხეშია, მეორე გამოვიდა, რომ დამირეკა რამდენიმე დღის წინ ციხიდან მომენტალურად გათიშა ციხის ადმინისტრაციამ და დაბლოკა ჩემი ნომერი. ეს ხდებოდა სინდისის პატიმრების ზარების შემთხვევაში, მე რაღაც პერიოდი გაჩერდა და ეხლა ისევ გააკეთეს ეს. ანუ მე იმის თქმა მინდა ამ მაგალითით მოვიყვანე ეს მაგალითი, რომ მედია არის ცოცხალი კედელი ბოროტ სასტიკ რეჟიმსა და ადამიანებს შორის. ამ კედლის ნაწილი არის და ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, წინა ფრონტის ხაზზე მყოფი ვახო სანაია, რომელიც თავისი გადაცემებით, თავისი სტატუსებით ამხელს რეჟიმს. ყველა ჟურნალისტი სხვადასხვა ჟანრში ვამხელთ და ვახო აკეთებს ამას და ვახო დასაჯეს სიმართლის თქმისთვის.